გაჩერდი 2 წუთი ძალიან მნიშვნელოვანია. ბრომო ბენზილციანიდი, ეხლა ეს ნივთიერება არაფერს გეუბნება, მაგრამ მინდა გითხრა, რომ შარშან რუსთაველზე ხალხს რო არ ბევდნენ, იყენებდნენ ამ ნივთიერებას. ამაზე ეჭვი ქართველ ექიმებსაც ჰქონდათ და ეს ეჭვი დაადასტურა BBC-ს გამოძიებამ და დადგინდა, რომ პოლიცია იყენებდა დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის მერე აკრძალულ ზემოთხსენებულ ბრომობენზილციანიდს, აკრძალულ ნივთიერებას, რომელიც გაფრქვევისას, მოკლედ გარდა მყისიერი ეფექტებისა ზედაპირებზე რჩება და უფრო ხანგრძლივი ეფექტი აქვს, ვიდრე დღეს დაშვებულ ეგრეთ წოდება არალეტალურ საშუალებებს. ეს ნიშნავს იმას, რომ სკოლის ირგვლივ ტერიტორიაზე პირველი სკოლის, მთელ რუსთაველის გამზირზე, სანაპიროზე სადაც ეს ორთქლი ჩადიოდა, ყველგან ზედაპირებზე იყო მოფენილი ეს მომწამლავი ნივთიერება, რითიც ფაქტიურად იმ ადამიანებსაც წამლავდნენ, დავანებოთ თავი დემონსტრანტებს, იმ ადამიანებსაც წამლავდნენ, რომელიც უბრალოდ მოძრაობდა იქით-აქეთ მაგ პერიოდში ამ ქუჩაზე. თან ამ ყველაფერს აკეთებდნენ ძალიან დიდი დოზებით და ყველა ასეთ ნივთიერებას ეფექტი აქვს დოზა დამოკიდებული. რაც უფრო დიდია დოზა და რაც უფრო დიდ ხანს ხდება ზემოქმედება, მით უფრო საშიშია ის ჯანმრთელობისთვის. რაც შეეხება დემონსტრანტებს, რომლებშიც დარწმუნებული ვარ თქვენი ბევრი მეგობარი და ოჯახის წევრი იყო, პირდაპირ წამლავდნენ ისეთი ნივთიერებით, რომელიც პირველი მსოფლიო ომის მერე აკრძალულია, იმიტომ რომ აქვს ძალიან მძიმე გვერდითი ეფექტები და ეს ეფექტები რჩება ხანგრძლივად. განსხვავებით იმ ნივთიერებებისგან, რომელსაც ცივილიზებულ ქვეყნებში დღეს იყენებს პოლიცია სპეციალურ საშუალებად. ამიტომ კარგად დაიმახსოვრეთ ბრომობენზილციანიდი, რომლის გამოყენებაც BBC-მ დასტურა თავის ჟურნალისტურ გამოძიებაში.